შემდეგ იგავსამოს და ვითარ იგი რაჟანს ტალვა კაცი და მოუწეს მონათათვისა და მისის მათ მონაგები თვისი და რომელსამე მისცა 5 კანქარი, რომელსამე 2 და კანქარი და რომელსამე 1 კაცად კაცსა მსგავსად ძალისა თვისისა და მეხსოვ დავიდა იგი აქაც მოერდება უკონკრეტდება ხა აქ არის 3 კატეგორია ხო ისაც 5 მიეცა ვიღაც 2 ვიღაცას 1 მიეცა ძალისა მათისა ეს ნიშნავს რომ უფალი იმაზე მეც არ მოგთხოვს ვიდრე შენთვის არის მოცემული ძალა ძალა ლოთისა და მოწყალებისა და სულძელებისა მიტევებისა ასე შემდეგ გულისხმიერებისა რაც გაქვს იმაზე მეც არ მოგთხოვს, მაგრამ აი შენი მაქსიმუმს ასრულებ, შენი შესაძლებელი ფარგლების მაქსიმუმ. არის პირობები კიდე რომელშიც შენ იმყოფები. და მარტო ხარ თუ გარშემოში არის მოყვარსი ნათესავი, თუ პატიმრობაში ხარ, თუ სადაც კიდე სადიოხ ხარ, შეზღუდული შენ შესაძლებლობები. ლაპარაკი არა იმაზე რომ ადამიანი სადაც არ უნდა იყოს, აქ მოცემული მას შესაძლებლობა, არა, ყველა ღვთის ხატად შექმნილია. შესაძლებლობა ყველას ერთნაირი აქვს, მაგრამ გარემო რომ ის იმყოფება, შეიძლება ზღუდავდეს მის შესაძლებლობას. მოკლედ ლოგიკად ჩავარდენ ადამიანს. არ პატევის მონახულება შეუძლია, არ თავის მონახულება შეუძლია, არ თაი მოწალების გაცემა შეუძლია, თვითონ მინდობილე მოწალებს, რა შეუძლია? პატიება. და შენდობის თხოვნა. ეს შეუძლია. ამიტომ შესაბამისად მოთხოვს უფალი. რა შეგიძლო შენ, ის გამიგება. რაც არ შეგიძლო ფიზიკურად თუ როგორ, იმას არ მოგთხოვს. რატო არ გააკეთე ეს? და შესაძლოა მსგავსი ძალისთვისა. და მეხსოვ წავიდა. მეხსოვ წასვლა ეს არის უმფრის სამაღლება სამფუიდან და შემდეგ მეორე მოშლა ისე ხდება. და მეორე მოშლისას უკვე ხდება სამსჯავრო. ესე სამსჯავროს არის. როდესაც მოთხოვ პასუხი. და შენ 5 რომ მოგეცი. არა? და რომ 5 ქალქარი მიიღო, აქმნია მიზედა და შეძია სხვათა 5 ტალანტი. აი ხო და 5 ქანქარი იყო და 5 ტალანტი შეიძინა. რიცხვით და იგივეა 5. მაგრამ იქ არის ქანქარი, აქ არის ტალანტი. ტალანტი ყველაზე მაღალი იყო ესეთი. ითქვათ როგორც შევდავთ აი ლარიანი, 5 ლარიანი, 10 ლარიანი, 100 ლარიანი, 200 ლარიანი და 500 ლარიანი თქვათ. მოიყოს ხო? და მოგცეთ 5 ლარი. შენ აბრუნე და 500 ლარი მოიდი. 5 რჩება. მაგრამ იქ ქანქარი აქვს, ტალანტია, სხვადასხვა საზომია. ანუ უფრო მეტი უნდა შეიძინო. რომ შენ არა მარტო ნიჭი მოგეცა, არამედ დროც მოგეცა, საშუალება მოგეცა. უნდა გაგემრავლებინა. ბარიბარში 5 ქანქარი მოიგი, არა, 5 ტალანტი. უნდა მოგევა. ხო. და უფალი ამას ეუბნება, რომ
ეგრეთე რომ ორი მიიღო, შეიძლება სხვა ორი. რომ ერთი მიიღო ტალიდა და მოთხარა და დაფლა ქვეყანასა, ვერცხლი კი უფლისათვის ისა. ანუ მიწაში დაფლა ეს ნიშნავს ხორცელ ცხოვრებაში ეს ტალანტი თავით ემოციური მისის ღვთისაგან მადლი დაფარა ხორცელ ცხოვრებაში. ანუ კეთილ საქმე, მოწალ საქმე არ აკეთა ქვეყანაზე. ეს იმუშავდა, ანუ აგეთო რაც უნდა და არა რაც უფალმა მისცა მას. რა თვითონ უნდა და ეს დაიფლა მიწაში, ანუ ხორცელ ცხოვრებას დაიფარა. განაარა ადამიანს ეს ყველა ადამიანს აქვს ტალანტი. მაგრამ შეიძლება ეს ტალანტი მე დავფლა ჩემ ცხოვრებაში. მოწვევ საქმის მაგათ кейფებს გადავყვეთ მდიდარი, თუ кейფობდა და ლაზარეს ვერ ხედავდა იქ ლახაკს. შეიძლება სხვა სახითაც მე თანამდებობის ვიბრძოდი და ჩემ თანამშრომელს კიდე მის გაჭირება გავიზიარე, გავითვალისწინე. მარტო ჩემ კარიერაზე, სიმდიდრეზე, გამდიდრებაზე ფიქრობდი და ამით ვიყავ დაკავებული. ეს თვისებას მომცა ის ტალანტი, თუ ის კანკარი, ის არაფერს არ გამოიყენია ამ ურთიერთობებში. აი აქ ამას გულისხმობდა და შემდგომ რა ჟამისა მოვიდა უფალი. ისე შემდგომ მრავლისა ჟამისა. ანუ დროს გადლებს უფალი ამ ქვეყანზე მოვაწვევს. და არა მარტო თქვით უკვე გარდაცვალების შემდეგაც შეიძლება თუ შენ წვენი გახვედი და საშუალებით ღვთისა და კეთილ საქმეებით თუ რამე იყო თქმა ის ყოფნა იმ სიბნელეში ვთქვათ სამჯავროზე ამის გამო ის რაღაცა გეპატიება ნაწილი კიდე და მრავალ ჟამის შემდეგ მოვიდაო შემდგომ ჟამისა მოვიდა უფალი მათ მონოთა და სიტყვა ყოველ მონოთა მათთანა ანუ და სამჟავრო და მოუწოდა წარმოდგა რომელმა ხუთი კანკარი მიიღო და მოართვა მას სხვათა ხუთი კანკარი და რქვა უფალო ხუთი კანკარი მომეწმე და ესე რა სხვა ხუთი კანკარი შევძინე აი აქ ტალანტი იყო აქ შეიძლება ხუთი ტალანტია აქ ხუთი კანკარი მიტანა ხო ну ეს შემოვიდი რომ ტალანტი კანკარზე მეტია აქ ალბათ იმის აბაშური გავიქ მაგრამ შეიძლება იმას მეტიც არის და ამიტომ მეტობა რო იყო რა შეუბნება უფალი ქვა მას უფალმა მისმა კეთილ მონაო სახიერო და სარწმუნო ცირეცა ზედა სარწმუნო იქმენ რაოცა ზედა დაგადგინო შენ შევეც სიხაურზე უფლისა შენსასა ანუ ის თუგი ტალანტი მეტი ემხანკარზე მაშინ ეს კანკარი წილ მოიტანე ნამატი ხო გაქვს აი ხო მეზე დაგადგინო ეხლა უკვე ტალანტები გაქვს და იმ ტალანტები თუ რა ის ტალანტები არის გამდიდება ადამიანის სასწრაფოში და ისე და მიუგო მოვიდა იგიცა რომელსა ორი კანკარი მიიღო და თქვა უფალო ორი კანკარი მოვიდა და აჰა სხვა იგი ტალანტი შევძინე ხო აი ხო იმ ხუთი რო ქონდა ის ამას რომ ხუთი კანკარი მოვიდა სხვა ხუთი კანკარი შევძინეოდა აქ მაინც ციტა ტალანტს ხმარობ ისე
ხუთი კანკარი, ორი კანკარი მომწდა, ორი კანკარი შევიძინეო. არა, ორი ტალანტი შევიძინეო. ორი კანკარი მომწდა მე და სხვა ორი ტალანტი შევიძინე. გამოსულმა მისმა კეთილ მონაო ახირო და სათნო ცირცაზე და სათნო იქმენ, მრავალცაზე და დაგაგინო შენ. შენ სიხარულსა უფლისა შეიცაცა. ანუ იმის მიხედვით რა ნიჭი და რა შესაძლებლობა მიეცა ღვთისაგან, იმის მიხედვით განშიზდა, ამიტომ აქ შემთხვევაში რაოდენობა 5 და 2 ტოლფასია. ორივე შედის სასწაულში. და მრავალცაზე დაგადგინო. ანუ კიდე უხვად მიეცემა, იმიტომ რომ ისაც ჩვენ აქ ვიძენთ ის მარტით და ნათებით. იქ უკვე აღმატებული კიდე მოგეცემა ჩვენ. ანუ გამრავლდება ეს ნიჭი მოცემული ღვთისაგან. იგულისხმება მეორე სამჯეროს შედეგად. რომ შენ რაც აქ შეძლები და ღვთისა საქმის და ნების აღსრულის განაცდი, მოწყობის საკითხის საქმე და წვენით, იქ უფრო მეტი მოგეცემა. გამოგეცემა სასუქებელი. თუ შენ აქ უნდა ქვეყანა, იქ იქნება სასუქებელი. შემდეგ მოვიდა იგიცა, რომელსაც ერთი კანკარი მიიღო და რქვა უფალო უწყოდე, რამე თუ ფიცხელი კაცი ხარ შენ, მოიმკი სადა არა დასთესი და შეიკრიბი სადა არა განგიბნევიან და შემეშინა წარვედა დამალი კანკარი. იგი შენი ქვეყანასა, მაჰაისა შენი შენთან არის. იგი ფიცხელი კაცი ხარო, მოიმკი სადა და დასთესეო. რას ნიშნავს, რომ სადა დასთესე? უფალმა დათესა, რომ ისე ერთი, იმას 2, იმას 5 დათესა. ანუ მოხდა შენ ძალები, მადლი და შესაძლებლობები. და მოიმკისა და არ დათესეო. ანუ ამის იქით შენ არაფერი გაკეთებია ჩემთვის და რა უნდა მოგცე. რაც მომეცი იმას გიბრუნებ. ანუ არ გამრავლე. კაცი ფიცელი ხარ და ასევე სადარა დასთესი, მოიმკისა და დასთესიო და შეიკრიბი სადარ გაგიბნევიეს. და ითხოვ ჩემგან ის რაც ჩემს მოგიცია. ანუ ერთი მომცეს გიბრუნებ. შენ 2, 5 და 3, 5 ხარ მოგიცია. არ გაგიბნევია, ანუ აი ეს ხო თესავდნენ ეს აბნევდნენ ხოლმე მარშალს ხელთ. ეხლა ტრაქტორი მთელსათესი და მაშინ ხო ხელთ თესავდნენ. და აი შეიძლება დიდი სავსე მუჭით დაღრიდა მოკლე მადლზე თუ შორს გაფატა ცირეს, მაგრამ გაბნევა ყველა შემთხვევაში არ აქვს რაოდენობასა. და მოიმკისა და გაგიბნევიაო. და ისევ შენ რაც ჩემთვის არ მოგიცია, ხე იმის გინდა მიღება ჩემგან. და მაშინ სადღა არის ჩვენი ნება, სადღა არის ჩვენი სიყვარული უფლისა. სადღა ანუ არ მოხდა ჩვენში აი ღვთის მადლით მოცემული შესაძლებლობების ნიჭის არ მოხდა მისი სიყვარულით გამრავლება ჩვენში ვერ. მაგალითად ოჯახში მიყვარს დაძმა, მიყვარს დედმამა და მაგის სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარული თვალ გაცდა ოჯახის ფარგლებს, მაშინ მეგობრებს ვერ შეიძლება. ანუ შეში არ გაიზარდა სიყვარული, ზოგადად სხვა ადამიანის მიმართ.
და რომ შეიძლება მეგობრები და მეგობრის წრეთა სანთესავ სამეგობრო სამეზობლოწეს სულით უცხო ადამიანს შეხვდეს იმასთან მიმართებით გაქვს სიყვარული შეიძლება არ ქონდეს ამიტომ აი ეს მოტოდებული ვარ ჩვენ რომ ყველას მიმართ შევეძინოთ ეს და შესაძლებელია თუ არა და ამისთვის იგივე რომ შენი შესაძლებელი ფარგლებში 5 გაქვს 2 გაქვს 1 გაქვს შენ შეგვიძლია გაამრავლო და არა მარტო შემოიზღუდე იმით რაც გაქვს მოცემული აი ეს გამრავლება შენზეა დამოკიდებული შენ იღვაწე თუ არ იღვაწე ეს სავაჭროს გაიტანა და აქნიაო ეს ნიშნავს რომ იღვაწა მან არ დაგმოუფლდა არსებული რაც მოცემული არა მეტი უნდა და აი იგივე თქვა სკოლაში მიიყვანეს და ისალ გამრავლესდაბულად თქვა მე მეყოფა მეტი არ მინდა და ცხოვრებაში შეიძლება მოგითხოვს შეიძლება შენ გაქვს უნარი რომ მეტი კიდე ისწავლო და აღარ გინდა აი მაშინ ვაჭრობაში მაგალითად მისლამოსაში მიმატება გამრავლება ყოფნის გაყოფა და გამოკლება მეტი არ გინდა და ანუ შეზღუდე შენი შესაძლებლობა შენ თვითონ უფალს არ შეუზღუდავს შესაძლებლობა და მოგიწოდა რომ აკეთე აი გაზე რითი უნდა აკეთო ამის საფუძვლად გაძლევ და აკეთებ თუ არ აკეთებ უკვე შენ დამოკიდებული და გზობს სიტის კარნახს შენ გულში ხო მაგრამ უსმენ ამას და შემდგომში ურთიერთობაში შენ გზობ რომ სიტის რა ხოდა შენ როგორ პასუხობდი გაჩვი სიტის თუ სიტის მიხედვით მოიკეცი თუ სიტის მიხედვით იქცევი ამრავლებ თუ არა მაშინ მიწაში დაფლა ნუ სიტის ხარ გაჩვი მსეთრ აი ну მრავალ შეიძლება განმარტოს მაგრამ შედეგი ერთი არის რომ უფალი ჩვენ იმაზე მეზღვადეს ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ვეკითხოთ ანუ ისაც მეეცა 5 2 თუ 1 იმაზე მეტია ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წამოწმოთ მაგრამ როცა გაქვს მოცემული არ იყენებ ამას არ მადლობ უფალს არ უყოფ ჩვენს მოწალებით უფლის სიყვარული მიიღე და შენ ეს სიყვარული გავრცელებ ქვეყანაზე თუ არა ანუ იზრდები თუ არა შენ ღვთის მადლით აი როგორც იქ იყო ლამპრები იყო ზეთით სავსე აქაც ეს იქ სხვა სახით ნათქვამი არის მაგრამ იქ ორი შემთხვევაში ხედავთ რომ ხალბარიაზე მოტული ადამიანებზე იქ ქალწულები რომ თელოდნენ სიდის მოსვლას აქ ადამიანები რომელსაც ბატონმა მისცა და მე იცოდი რომ მოვიდოდა და მოითხოვდა პასუხი და ამას სწორედ ამობს და შემეშე წავიდა ხო უწოდი ხო დარქვა უფალო უწოდე რამ თუ ფიცხელი კაცი ხარ შენ მოიმკი სადარ დასტესი ესე იგი რომ მოვიდოდა და მოსთხოვდა ეს იცოდა ამისთვის ისე მოკლე ადამიანებს რომ იციან მეორე მოსტარო იქნება მე გუშ ემზადები შენ თუ არა ეს სხვადასხვა სახით სხვადასხვა სიმბოლობით და უფრო მოცულობით ხდის ამ სახეს ადამიანის მოღვაწეობის და ხდის მადლის მოცემის და სამჟავროს უფალო მისმა დარქვა მას ბოროტო მონაო და მედგარო უწოდე რამე თუ მოვიმკისა და არა და თესე და სევიკრებისა და არა გამიბნევიეთ ჯერ იყო შენ და დადებად ვერცხლი ჩემი სავაჭროსა მომცავა ვეთ და მოვიდიღე ჩემი იგი აღმოგინე მითურთ მოვეთ მაგას ხანქარი და მის მას უმცა აქვს 10 ხანქარი იგი შენო
და ჯერ იყო შენ და დადებად ესხლი და მომცა მე და მოვიღე ჩემი იგი ანუ და უფალი იმდენ ვაძლევს რომ მეტი მიიღოს ჩვენგან უფალი სისავსეა ყველაფრის მაშინ არაფერი არ ჭირდება მაშინ რა ჩვენი სულის გარდა ჩვენი ცხოვრების გარდა ჩვენი სასწაულის გარდა უფალი არაფერი არ ჭირდება და ეს შესაძლებელია თუ შენ მოცემულ მადლს ამრავლებ თუ შენ უფალს ემსგავსებელი უფალი უხვია იმაზე მეც ბაზებს ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ და შესაძლოა გავამრავლოთ რომ გავთ უფალს ემსგავსებით სიუხვე წყალობისა სიუხვე სიყვარულისა სიუხვე სიმართლისა მოღვაწეობისა თანადგომისა ხოლმეოდ ანუ თუ ჩვენში გამრავლდა ჩვენ უფალს ემსგავსებით თუ ემსგავსებით მასაზრდოში ვართ უკვე ჩვენ მომში და ამიტომაც უნდა მოგეცეთ ჩემთვისო რისთვის რომ შენ უფრო გაფრთხილებული იყოს სასწაულში ეხლა ვერა ხო რამე თუ ყოლს რომელს აქუნდეს მიეცეს და მიემატოს და რომელს არ აქდეს რომელიც იგი აქდეს მოვეღოს მისგან და მას რა იტყო და ხმაყო რომელს ასხენ უნის მერად ისმინას ესე იგი ვისაც აქვსო მისეს მიემატოსო ურს არ აქვს რაც აქვსო ისიც დაერწევაო რა არის აქვს მუცავს მისეს მიემატებო გულსის ყოფა სულიერი გულსის ყოფა სულიერი ხდება შესაბამისად კეთილი საქმეებისა მოწყალების საქმეებისა სარწმუნოების საქმეებისა და თუ არ გაქვს გულსხმება მაშინ რაც გაქვს ისე იმას კარგა ანუ ხდება აი სინდის ხმა გააჩვენე ფაქტურად თქონდა მოცემული და ის კარნახობდა შენ რომ აი ეხლა შენ მუდატკინი ამას აი შენ ეხლა იძუნწე შენ ეხლა მოიტყვე ანგარედ მოიქეცი გამხოს ისი გზობ ამას და თუ აჩვენებ ხმას მაშინ ნელ-ნელა ესე შეიძლება ეს კარგა და თუ ისმენ და მიყვები ამ ხმას მაშინ უფრო გულისხმიერი ხდები უფრო ფაქიზია შენი ახმა გარემოში უფრო ფხიზელი ხარ მაშინ აი ამიტომ რომ ისეთ აქვს მიეცემ და მიემატებაო უფრო გულისხმიერი გახდება ისეთ არ აქვს რაც აქ იმასაც დაკარგავსო გაჩნდები სინის ხმა აღარ აქვს იმას მე ყველაფრის გამკეთებელი ხდება ეს ადამიანი რომ მისაჟომი არის ანგარება პატიმოყარება დიდების მოყარება და ასე შემდეგ და უხმარიგი მუნე განხადეთ ბრევს ამას გარეშოს მუნ იყოს ტირი და ხჭენა პირთა ალბათ უფალი ამას მოტუნე საზოგადოებაზე და არა ზოგადად კაცობრიობაზე და თუ კი მართალი ძნელად ხონდება დანარჩენზე რაღაც ხონდა შეიძლება კითხო რომ აი გაქრავს იმან ვინც ესე იგი დაიბადა არა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ну სადაც პაპუასი ჩუქჩა ხო და სადაც არ არის ეკლესია და არ არის ძელი და არ არის სახარება იმათ ენაზე არ დაწერილა და რაგანა მასინის ხმარა აქვს განახთვის ხათათ არ არის შექმნილი მოიძია მან სინდის ხმის კარნახით თუ არ მოიძია მაშინ და განა მართლ ქვეყანაში არ არის ცრუ ადამიანი მოძალადე ადამიანი უშუალო ადამიანი როგორ არის ესე იგი უფლის მოქმედებისათვის საზღვარი არ არის ამ ქვეყანაზე არსებობს უფალი ყველგან არის და ყველა ხედავს მის მაძიებელს იმას გამოიყვანს იქიდან და მისებს მასწავლას
და ესეთი ლოგიკით გამოგე და აქ სიმართლე დაიბადა და უფალი შეზღუდეთ სახელმწიფო საზღვრებით და ამ ჩვენაში არ ხდება ცოდვა და უზრუნველყოფა და სხვა ქვეყანაში შუაში მოთ იქ უმრავლესობა იქითკენ არის მიმართული ერთეულებს ან იქიდან გამოიყოს აქ ან მიყვარს იქ ვინც იქადაგებს და ის ერთმანეთზე გაყოლოს აი რომ გადარინელები ხო იქ ერთი იყო ეს შეპყრობილი და დანარჩენმა უცხესუფალ არ შემოხვდით ჩვენ სოფელში არა ეს ერთი განიკურნა და თქვა უფალ დარჩი აქ დაამოწმე რა იყო შენ უფალმა ანუ ქადაგებლა დატო რომ ეგებ კიდე მოიქცეს ვინმე ამ ქადაგებით შენი მაგალითით მოიქცეს ვინმე აი ეს ვინც უცხო ქვეყნებში არიან ხო იქ ვიღაცა იქნება იმას უფალი მიხედავს მაგრამ ის მერე იქნება იქ ასე გამავრცელებელი ჭეშმარიტების ну ოღონდ რომ აქ ეს ორივე იგავი ხო 10 ქალწულის და ეს კანკარის და ტალანტების დარიგების და მეორე პროცესზე სასამართლოზე და ადამიანთა მოქმედებაზე იქ ზეთი მოიღეს აქ აბრუნეს ტალანტი თუ კანკარი და მიიღეს ეს ტალანტები სასამართლოდან ან პირიქით არაბნიეს და დაფლეს და დარჩა ასეთი მშრალი და ანუ ბოლოს უკვე შეაჯამეს და ხორზას მოვიდეს დეკაცისა დიდებითთვის და ორი ანგელოზი მისთანა მაშინ დაждდეს სალბათას დევისთვისა და შეგრეს წინაშე მისე ყოლნი ნათესავნი და განარჩეს იგინი ურთიერთდარშიც იგი წემსა აი განარჩინის თხოვნი თიკანთაგან დაგი თხოვნი მარჯვით მისა და თიკანი მარცხენით ანუ ახაც აი ორ ნაწილს გაყოფა საუბარი მაგრამ ახალი სიტყვა რაზეც მოდეკაცისა დებდეთვის და ყოველ ნაგოზმისთანა დაჯეს ალდა დადებდა შეგრენ წინაშე მისა ყოლნი ნათესავნი და განარჩიეს იგინი ყველა ტომი მაგრამ ეს ასე ყველა ტომი შესაძლებელი იყოს მართალი ადამიანი და ტომი შეიძლება იყოს მორწმუნე ადამიანი მაგრამ ის გაერჩევა რა ზეთი ქონდა თუ არ ქონდა რომ უფალი ყველა სასმელო ქვეყანაზე როგორც აბრაამს უთხრა რომ შეჭამ გამოსულ იკითხება ორი ტომი ქვეყანისა ზოგი ხადაგეობთ ის იტო რომ სად მიიღებს სად მეტად სად აკლებათ ეს და რომ ყველა ტომი დარგება მაგრამ იქიდან მოხდება გამორჩევა თემით და როგორც მოწყვლი ამბობს წარმართიო განიჟება სინდისის ხმის მიხედვით რომელიც ყველა ადამიანის გულშია ამფენილი ჟულის ქვეშე განიჟება ჟულის მიხედვით ჟულთის ავტორი ხო ჩვენ განვიკითხებით როგორც მეის მიხედვით და ჟული ფერნებერც ხონდა და მარტო სინცკარნახი ვერ ხონდება სინცკარნახი შენ თუ მიყვები სინცკარნახს გახდები ჟულიერი ჟულიერი თუ გახდები და ჟულს გაყვები მაშინ მორწმუნე გახდები თუ მორწმუნე გახდები მაშინ ეს ტალანტები ნაბრუნო და ზეთი თუ ნაუში შეგეპერები ანუ აი ზრდა ადამიანის შესაძლებელია ათეისტი თუ წარმართისგან მოწმუნემდე შესაძლებელია ზოგი საფარგალის ამბობს და რუსეთს ვერგავს და რჩება სადაც რჩება დაფლა მიწაში თავის ტალანტები ხოლი πιასარა უწევს ფართის მეურთ მოსლა სოფლის განსასწრებლად პირდაპირ ფარი მომდე ქვეყანაზე შეიწყალ სოფელი
მოვიტოვო სინანულისკენ და სიმართლით სულისაკენ. ხოლო მე ვთქვი განსასჯელად ცოცხლად პარტა ვინც მის მეოთხე გარდაიცვალა, ვინც მისი მეოთხე ამ ქვეყანაზე იქნება ცოცხალი. ხოლო განიჭება და ყოველთავ აღდგომა იქნება ზეთით სული შესაბამის ხელში შემოსავალი ადამიანები და გამოჩნდება თითოეული შინაგანი ღირსება. და მაგრამ რა საზომით მოხდება განსჯა? ერთ-ერთ ასე საზომს უფალი ჩვენ საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ ქვას მეუფემან მარჯვენითამად მისთა მოვიდით კუთხეულნი მამისა ჩემისანო და დაიმკვიდეთ განზადებული თქვენთვის სასופელი დასაბამიდან სოფლისად. ესაუბრება სოფლის დასამიდან უკვე იყო თქვენთვის განკუთვნილი. ეს ისაა, რომ ადამიანის დაბადებამდე უკვე უფალმა იცის ვინ იქნება, როგორ იქნება და ვინ ცხონდება, ვინ არ ცხონდება, მაგრამ უფლის ყოვლის ცოდნეობა არ ზღუდავს ადამიანის მოქმედებას. ხოლო ადამიანის მოქმედება თავის ხონებით ამტკიცებს უფლის ყოვლის ცოდნეობას და მის სამართალს და სამშობლოს. მეტად უფალი არ ზღუდავს ადამიანის ხონებას და ვლინდება მისი შინაგანი ღირსება თუ ღირსება და ვისაც განზადებული იყო და საბამისგან ის მიიღებს. ანუ აქ გამორიცხულია ფატალიზმი. ანუ უფალი არ ძალადობს ადამიანის თავისუფალ ნებაზე. ამით ის მოწობს თავისუფალ ცოდნეობაზე. თავისუფალ ცოდნეობა დაზღუდავს ადამიანს. ამიტომ მას არ უცხადებს მას შენ ცხონდები, შენ არ ცხონდები, არა. უტევს საშუალებას დროს და ადგილს და გაცხადებს მისი შინაგანი. ჩემი ცხოვრების მანძილზე იწმუნა თუ არ იწმუნა, შეინანა თუ არ შეინანა, იყო თუ არა მოწყალე თუ არა. ამიტომ ამ სამჯეროზე სწორედ ამ საზომით მოხდება განსჯა და რამე თუ შიოდა და მეცით მე ჭამადი, წყუროდა და მასით მე, უცხო ვიყავდა შემისწარეთ მე, შიშო ვიყავდა შემოსეთ მე, სნელ ვიყავდა მომხედეთ მე, საყოველსა ვიყავდა მოხველი ჩემთან. მაშინ მიუგო მას მართლათა და რქვა უფალო ოდეს გიხილეთ შენ შიერი და გამოგზავნეთ ანუ წყურვალი და გასვით შენ. ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიტანეთ ანუ შიშველი და შეგუთ შენ. ოდეს გიხილეთ შენ უდური ან საფრთხესა და მოვიდეთ შენთან. და მიუგო მეუფემან და რქვამად ამინ გეტყვით თქვენ რაოდენი უყავთ ერთსა ამას ძირითადანსა ძმათა ჩემთასა იგი მე მიყავ. იგი რასაც ჩვენ ნებისმიერ სხვა ადამიანს უკეთებთ ჩვენ ყველას ამას მე მიკეთებთ, რადგან ღვთისხატვად არის შექმნილი ადამიანი და ყველა ჩვენი მოქმედება სხვა ადამიანის მიმართ და საკუთარ თავის მიმართ ღვთისხატებას ეხება. ღვთისხატება ჩვენში ხომ არის სული უყრავი, არის თავისუფალ ნება და არის ჩვენი შემოქმედის უნარი, გონიერება, განსჯის უნარი და ამის მიხედვით ჩვენ თავისუფალ ნებას შესაძლებლად ვიქცევით და გონივრულია თუ ჩვენი არჩევანი და ეს ყოველივე მე სულ შეღებიჭდება.
და ამიტომაც სულთუნოება მონჩებული საყოველთაო აღდგომისას სული ნათელი ნაცოს ამოსჩიებულს სული დაბნელებული ნევს და გაცხადება სამართალი ღვთისა თუმცა უკუნდან იყო ასევე ამბობს რომ თუ მართალნი გამართლებიან მოწყალების მიხედვით გულისხმიერების მიხედვით ქველმოქმედების მიხედვით და ღვთის ხატებისადმი პატივისცემით ადამიანში სიყვარულის კანონით ითხოვენ ამით უფალს ემსახურეს და ეს უფალი ქრისტიანში აღმასრულეს და ერთ უფალი მათ შეისწარებს თვისობრივად ისინი უფალს ემსგავსდნენ და უფალი ყველას ცხოვრებისათვის მოვიდა უფლის ყველას ცხოვრება უნდა უფალი ზრუნავდა როგორც მეზედაც უდას ასე ფარისეულთან წიგნობართან დელთავთან მეფეთათვის ყველას ეუწყა უფლის მოსვლა ქვეყანაზე ჰეროდეს ეუწყა და ჰეროდე მისი მოყოლანი ხა დელთავთან გაცხადდა და იმათ მოითხოვეს მისი ჯვარცმა პიოტრთან გაცხადდა და მას შეეშინა თანამდებობის დაკარგვა აი ეს ხო თვითონ პასუხი და შესაბამისად თვითონ განიჭება მე საერთაშორისოს ასევე სხვა მარცხით მაცა იტალიის ჩემგან წეულმო თესა მას სამყურესა რომელი გაზადებულას ეშმაკისთვის და ანგელოსთა მისთათვის რატომ შიოდა და არა მიცით მე ჭამადი წყუროდა და არა მასმე უცხო ვიყავდა რა შემისდარეთ მე შიშველი ყავდა არა შემოსეთ მე ვიყავდა საყურისე და არა მოხვედით ჩემთან იგივე საზომით ერთი და საზომით გაიზომე ყველა ადამიანი მაგრამ ადამიანის პასუხი სხვადასხვა არის ნუგი შენს პატის ღვთის ხატებას ადამიანში და მიაგებს მას მოწყალებით, სიმართლით, სიყვარულით, გულისხმიერებით და პირიქით ის ვერ ხედავს ადამიანში ხატებას და ხედავს მხოლოდ მომაბეზრებელ თოვნელს და უგულისხმო მის მიმართ ან სიძულვეს იჩენს, ან უგულისხმობას იჩენს და უგრილობას და განიშორება თუ ისინი უსუფალი ამბობს რომ საოცრის სიტყვას ამბობს რომ დავით ჩემგან წეულნო თესმა საუკუნესა რა უფალისროლის არა თვითონ დაიწყებს თავის ქმედებით რატო შეუძლებს თავის თავში ღვთის ხატება ისინი უფალს არ ემსგავსენ არამედ თვითონაც ის მოწყალო იმ ადამიანებს ვინც უფლის დეცულ საქმეების საპასუხოდ გაიმეტეს მოსაკლავად და სამართლო ბრალი დასდეს მას წილი დასამეს და როგორც მოყვეს უფალია მდინარში აი ეს არის ერთ-ერთი საზომი სამჯაროზე და უმთავრესი საზომი უფალი ამას გვიცხადებს ჩვენ წინასწარ ვიდექნა მერტ მოსლა საუკუნეს მანძილზე სანამ ღვთის სულგდელობით რაცემულ სამყაროს ეძლევა საშუალება არსებობის და მოქმედებისა და ადამიანებს მასში რომ იცოდნენ სამჯარო რა საზომით განსჯის თითოეულ ადამიანს და ამით ეძლევა საშუალება რომ უკეთესია ერჩიოს მისთვის და ვიტყოდით რომ ხელოვნურად თუ აკეთებს ამ არჩევანს ადამიანი უბრალოდ რომ კარგი გამოჩეს სხვების თვალში
გული ხომ შინაგანს უფალი გულს ხედავს, შინაგანს ხედავს. მე თამის ვიტყვით რომ თუ ადამიანი თუნდაც აიძულებს თავის თავს რომ ღვთის სიტყვის თანახმად აკეთოს სიკეთე, იყოს მოწყალე, მართლა უსმიერი, თუნდაც გარეგნულად. ნელ-ნელა ეს გარეგნული შინაგანში გადადის, რადგან მისი გული ხარობს, როდესაც სხვა სიკეთეს უკეთებს. და ეს გულის სიხარული კარნახობს, მისი ქმედება, სწორედ ადამიანისათვის ბუნების შესაბამისი ქმედება არის. ის არის წინააღმდეგობა მასში იმ კეთილ თვისებებს, რომელთაც ის უფალს ემსგავსება. აი ამას ესაიგულება უფალი და შემდეგ ამუშავ ერთი სასופროში წავიდნენ და წავიდნენ ესენი სატანჯოს სასაუბრისა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუბრესა. სატანჯოს საუბრესა. ეს სატანჯოი გახსოვთ იგავი დიდასა და ლაზარეზე და იმ დიდისათვის როგორი იყო ის არჟელი მოსეც აღმოჩნდა და მინდა საჯან თვითონ დასველი თავის უგულისხმობის გამო გაჭირებული ადამიანის მიმართ სული ვერ ხედვის და იგნორირების მისი არსებობის და ამაზე მოითხოვა პასუხი, როდესაც იხილა ლაზარე აბრამის თიახში. ხედავთ რომ რადგან თითოეულმა თავის არჩევანი გაკეთა, ლაზარე არ განიკითხავდა ამ დიდარს და არ დარწმუნდა თავის მდგომარეობაზე, ან უფალს იყო მინდობილი. ამიტომ აბრამის თიახში აღმოჩნდა მოლოდინში უფლის მოსვლისა ქვეყანაზე და თავის გამოხსნისა. ხოლო დიდარი უფალი დაიწყა და მარტო ეს კეიფს და მადივებს და თავისნაირ დიდარ ადამიანთან თვითყოფილებაში ყოფნით. მაყოფილებოდა ეხლა რომ ის აირჩია გზა ღვთისაგან გაშორებისა. რა ღვთისნაირად იცხოვრა, რა ამის თავისი ნებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ეს ნებები მასში ახლა ცეცხლად იქცა. სწავს მისულს, ამიტომ სასופველი მართლთათვის არის ნათელი, კეთილი, ნათელი, სასიხარულო, ნათელი ჩვენიერი და ნათელი ნეტარი. ხოლო თოდუთათვის ის ნათელი ცეცხლია მწველი და დამსჯელი და დამჯველი.